გაგრადან არის იბერიას, ასევე ტორპედოს და ლოკომოტივის ლიგა 2-ის წარმომადგენელი დავით ბუკი არის გამოძახებული. აქ საფრთხო შეტევა ფოთის კოლხეთი უტევს, კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს, ჩაწოდება დარტყმა ჯერჯერობით ვერ შედგა, ეხლა შედგა და უაჰაბის ცარიელი კარიდან გამოაგვუთი მეორებით ნახოთ მაინც დეტალურად ეპიზოდი. კარგი ამ ეპიზოდში ფაღავა, რომელიც შევიდა საჯარიმოში, გააკეთა კიდეც გადაცემა. აი აქ იყო დარტყმა, უკრაინელი ლეგიონერი ურტყავდა და რა თქმა უნდა უაჰაბი ეს ფეხბურთელი, რომელსაც ცარიელი კარიდან გამოაგვუთი. კარგად დააზღვია მეკარი ამ შემთხვევაში და შევაქოთ ამ შემთხვევაში აი ხედავთ ყურადღებით არის და ყველაფერი კარგად გაკეთა. ნაკრებში თამაშის უფლება ეს სხვა თემაა, მაგრამ მოქალაქეობა აქვს. აქ კარგი დარტყმა მეკარი იგერიებს, კიდევ ერთი აქ ხელი თამაშზე არის საპელირება. ტრედია ერთხელ კოლხეთიც, ვიჯორჯია, ლოკომოტივი. მე არ ვამბობ 8 ჩემპიონატს, რადგანაც არ გვინახავს და თანაც ურიგო ნამდვილად არ იყო სიძლიერე არ აკლა ყოველ შემთხვევაში ამ დარტყმაზე ოდნავ სიზუსტე ჭირდებოდა. ფრეები ჭარბობს პირველ ტაიმებში, ასე რომ ფრის შემდეგ რა იქნება მეორე ტაიმში არავინ იცის. აქ ხარებავა კარგია დაარტყა და არანაირი ფრე არ იქნება პირველ ტაიმში. ხარებავა 46 წუთზე მოახერხა და გაიტანა გოლი. ხეთი აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ, უკვე საჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა, მან ვერ შეუშალეს ხელი აქ ხარებავა, კარგად გადაიტანა ბურთი მარცხენა ფეხზე, მარჯვენა ფრთიდან შევიდა და გამოსტილი ქაფიანიძე იყო მის წინ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა. თითქოს კობახიძეც აზღვევდა, მეკარეც ხედავდა ამ ყველაფერს დარტყმის მომენტს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს ვერც გამოსტილმა მცველებმა და ვერც ახალგაზრდა მეკარემ თავისი გუნდი. გამორბენი დაარტყა კალანდარიშვილმა და მეკარე თამაშობს ძალიან კარგად ყოჩახ ბულისკერია რა. ეს ასე რო ვთქვათ, აქ თუმცა ამ შეხვედრას ამ შეტევას მივადევნო თვალყური ლეშინსკი პასი გააკეთა დარტყმა და 2-0 ძალიან მოულოდნელი იყო თითქოს ერთი შეხვედრით მაინც პლუსში არის ლეშინსკი არა უკაცრავად ეს ფეხბურთელი տեսობა არის აი აქ რა მოხდა ვნახოთ ბათუმელმა ფეხბურთელებმა დაკარგეს ბურთისთვის იბრძოლა ულოკოობი შემდეგ აი ეს გადაცემა რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა პლუსში ძალიან კარგად გადის მარჯვენა ფრთაზე პასი და საბოლოოდ თავური მშვენიერი ვარდნაში თავურით ხარებავას პასი აღუნიშნოთ რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში არ დაარტყა კალის მიმართულები და რომან პლუსის გატანილი გოლი ვნახეთ ხარებავას გოლთან ერთად დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშს ხედავთ ტაბლოზე ფოთელები უკვე დამაჯერებლად ლიდერობენ შეიძლება აქ დარტყმა ბათუმელი ფეხბურთელების კარგი ერიში დარტყმა და 2-1 აღარ არის დამაჯერებელი ზუსტად 1 საათის შემდეგ ბათუმელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს და გაიტანეს გოლი ასე რომ გოლის გატანა აი განმეორებით ჩიტეიშვილის გადაცემა უკვე მეტოქის საჯარიმოშია ბათუმელი ფეხბურთელი ჯაფარიძე არ იყო უკაცრავად ეს იყო ფუტკარაძე შესვლაზე შემოსული ფეხბურთელი და ახლო მანძილიდან რაც თავარია ზუსტად დაარტყა მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში და ვერც მცველებმა ვერც მეკარემ ხელის შეშლა ვერ შეძლეს გოლი გაიტანეს. ნახოთ გაგრძელება როგორი იქნება. ისინი არიან კვლავ ბურთით. აქ კარში დარტყმა იყო და ხარიხას მოხდა თუ მეკარემ ითამაშა. ჩაწოდებაა რა თქმა უნდა, ხა არ ამგონი აქედან. გარისკოს ფეხბურთელმა და კარის მიმართულებით დაარტყა წულუკიძეც ალბათ უფრო პასზე ფიქრობდა, მაგრამ ბურთი ისე ტრაექტორიით წავიდა, რომ არ იყო გამორიცხული, ძალიან ეფექტური გოლიც კი გვეხილა ამ სიტუაციაში. ასე არის ხოლმე ხშირად შემდეგ ფეხბურთელები განმეორებით შეგვიძლია ვნახოთ თამაშგარეს არ გავდა ყოველ შემთხვევაში ამ გამეორებაზეც ნათლად ჩანს რომ და დინამიკაშიც ისე იყო რომ ცოტა სიღრმიდან შემოვიდა წულუკიძე, მაგრამ არც თუ ისე პატარა მანძილით აუცილებია თავიდან სხვაგვარად ჩანდა, მაგრამ ფაქტია რომ ცოტა მეტი ყურადღება მართებთ უკვე ფოთის კოლხეთის მცველებს რაღაც კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ჯაფარიძე გადაცემა დარტყმა და ანგარიში ხდება 2-2 ბათუმელმა ფეხბურთელებმა შეძლეს და გაათანაბრეს და ეს არის წულუკიძე გატანილი გოლის ავტორი წესის დარღვევის აქ არის ხო მშვენიერია ჯაფარიძე ამ ეპიზოდში რომელმაც გააკეთა გადაცემა და ერთი შეხებით წულუკიძემ შორეულ მეკარისაგან ამ შემთხვევაში შორეულ ცხრიანში ზუსტად გაგზავნა ბურთი ასე რომ დინამო ბათუმმა შემოატრიალა თამაში და ძალიან კარგად გააკეთა ეს ყველაფერი მეორე ტაიმში განსხვავებული გუნდი გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ
გაუშვა გოლი ძალიან სწრაფად მოახერხა სადავეების ხელში ჩაგდება და აი ეს გატანილი ორი გოლიც ამ ყველაფერზე მეტყველებს. ულუკიძე კიდევ ერთხელ მე გატანილი გოლის ავტორი და წინ არის და მეორე ტაიმი კიდევ ერთხელ მე სრულად პირველ ტაიმში თუ თანაბარი თამაში იყო და ბოლოს კოლხეთმა შეძლო გოლის გატანა, მეორე ტაიმში სიტუაცია ფრიარი შედეგი და აი ჩაწოდება არანაირი თამაშგარი არ იყო და ჯაფარიძე შეეძლო რა საერთოდ მატჩის გმირი გამختارიყო გოლიცაა გატანილი საგოლე პასიცაა აქვს გაკეთებული და აქ უკვე ხდებოდა რომ ჩაიჭრებოდა ეს გადაცემა და ფოთელები პასია საჭირო ბაქ ცენტრში ძალიან კარგ პოზიციაშია ფაჩულია კარში დაარტყა აქ კაპანაძემ და პირდაპირ აქაც აი აბსოლუტურად მარტო არა ეს შეცდომა შემტევი ფეხბურთელის აქ უნდა გაკეთებულიყო გადაცემა ყველანაირი საფეხბურთო ლოგიკით აქ იყო პასი ოდნა უკან ამოვიდა ქუთათელაძე რაც ასევე ძალიან სწორი მოქმედება იყო და შეეძლო გაზდა თურმანიძე თქვენს ეკრანზე ახალაძის ჩაწოდება კი შეეხო ხარიხას ხო მეკარე უკან მიდიოდა აქ და რამდენად მზად იყო იმისათვის რომ ბურთი რომ კარის მართულებით წასულიყო ნახტომი გაეკეთებინა რადგან რთული ასეთ სიტუაციაში შემდეგ უკვე გადაწყობა მეკარისათვის ვერ ნახა მაგრამ აღარ არის დრო და ზუსტად დაასრულა გოგა კიკაჩეიშვილმა დღევანდელი შეხვედრა